იმ აქტით, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო, ეს ეხება საქართველოში ჩინეთის, რუსეთის, ირანის გავლენების ფუნდამენტურ შესწავლას ამერიკის სპეცსამსახურების მხრიდან. ასობით სენატორსა და კონგრესმენს შორის დაახლოებით 20-25 კაცია, ვისაც საქართველოს სერიოზულად აქტიურად აინტერესებს. მეორე, ჯო ვილსონი ამ სენატორებს და კონგრესმენებს შორის, კონგრესმენია ჯო ვილსონი, გამოირჩევა საჯარო აქტიურობით. მესამე, ჯო ვილსონი არაერთი კანონქვემდებარე აქტის ან კანონპროექტის ავტორია საქართველოსთან მიმართებაში. მეოთხე, ჯო ვილსონმა ეხლახან წარადგინა ახალი აქტი საკანონმდებლო, რომელიც ავალდებულებს ამერიკის ხელისუფლებას და რაც თავარია პირველ რიგში სპეცსამსახურებს დააკვირდნენ, ესე ვთქვათ, გამადიდებელი შუშით საქართველოში მიმდინარე პროცესებს და შეიმუშაონ გეგმა ზემოქმედებისა, რომ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოში მიმდინარე პროცესები ზოგადად არ ეწინააღმდეგებოდეს ამერიკის ინტერესებს. აქ საუბარია რუსულ გავლენებზე, ჩინურ გავლენებზე, თურქულ გავლენებზეც, მათ შორის სპარსულ გავლენებზე, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესები არ იყოს წინააღმდეგობაში ამერიკის ინტერესებთან. ამერიკა თulis, რომ საქართველოს მთავრობა ამერიკის საწინააღმდეგო და ზოგადად დასავლეთის საწინააღმდეგო ინტერესებს ახორციელებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქტია, რომელსაც შედეგები მოყვება. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ კიდევ ერთხელ, რომ საქართველო ამერიკული ქვეყანაა სინამდვილეში. საუბარი იმაზე, რომ არ არის ამერიკული ქვეყანა, თავის მოტყუებაა. ყველა სახელმწიფო უწყებაში ზის ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი, აბსოლუტურად ყველა სახელმწიფო უწყებაში. ამერიკა დღესაც ეხმარება საქართველოს, არა მარტო ამერიკა, ამერიკაც ევროპა, ფულითაც, უამრავი სხვა ბერკეტებით და საქართველო ხშირად ცდილობს, მაგალითად თუნდაც იგივე ირანთან მიმართებაში ისეთი ქმედებების განხორციელებას, რომელიც ჩემი აზრით საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოც არის და ამერიკის ინტერესებთანაც მოდის წინააღმდეგობაში. აი ამ ფონზე ეს საშიში აქტია ამ ხელისუფლებისთვის. აი ამ ფონზე ძალიან საოცარი, როგორც კი გაჟღერდა ეს ინფორმაცია, ბატონი კობახიძე გამობძანდა და ჩვენ რაღაცა სასწაული ვიხილეთ, მან მოგვიყვა, რომ ერთის მხრივ ის აქებდა ივანიშვილს, მაგრამ ფაქტობრივად მან გვითხრა, რომ ყველაფერი ივანიშვილის ბრალია. აი დააკვირდით ამას. ბატონი კობახიძე აქებდა ივანიშვილს გუშინ წინ, გავაანალიზე უყურე მის გამოსვლას, ყველანაირად აქებდა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ თან ამბობდა, რომ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც კი მიღებული იყო მიღებული ივანიშვილის უბრალოდ გავლენით კი არა, ფაქტობრივად ივანიშვილის სიტყვა იყო საბოლოო და მთავარი. ის კი არა, ისეთი არაპოპულარული, მაგალითად როგორიც არის თუნდაც განათლების რეფორმა, ხო, რომელმაც მორიგჯერ შეაზიზღა ქართული ოცნება მთელ საზოგადოებას. აქაც კიო, განათლების რეფორმის თემაშიც გადამწყვეტი სიტყვა ივანიშვილმა თქვა. ეს ხომ ნიშნავს იმას, რომ ეხა ფაქტიურად მან დააბრალა ივანიშვილი. საერთაშორისო სამყაროს თვალში ის პირდაპირ სიგნალს კი არ იძლევა, საჯაროდ ლაპარაკობს იმაზე, რომ რეალურად ივანიშვილი მართავს სახელმწიფოს. საჯაროდ თქვა, რომ თან აქებდა ივანიშვილს, თან ფაქტობრივად საჯაროდ თქვა, რომ მე კი არა ვარო პირველი პირიო, მე კი ვარო პირველი პირიო, მაგრამ მეორე პირი ვარო. მე კი არ ვღებულობო გადაწყვეტილებებსო, მე კი ვღებულობო გადაწყვეტილებებსო, მაგრამ საბოლოო ჯამშიო ბოლო სიტყვა ივანიშვილი ამბობსო და რეალურადო თავარი მისი სიტყვა არის. ანუ თქვა, რომ ყველა გადაწყვეტილებას ის ღებულობსო და მერე გაამახვილა ყურადღება სხვადასხვა საკითხებზე, რომელიც არ იყო პოპულარული, მაგალითად განათლების რეფორმაზე. ყველა ამ საკითხში თქვა, რომ ივანიშვილმა მიიღო ეს გადაწყვეტილებებიო. აი ეს უკვე ჩემი აზრით გათვლილი იყო შიდა აუდიტორიაზე. იმიტომ რომ განათლების რეფორმის, ეგრეთ წოდებული რეფორმის საკითხი აღელვებს, აწუხებს ინტელექტუალურ ფენას ჩვენი საზოგადოების პროფესორას, სტუდენტობას და აი ამას წაკიდა თითქოს ივანიშვილი. არა, შიდა აუდიტორიაზეც და თავარია იქით.
ჯო ვილსონს უთხრა და ამერიკას უთხრა, რომ კი დააკვირდებით საქართველოს გამადიდებელი შუშითო, მაგრამ მე არაო, მე კი არაო ისო, ივანიშვილი, იმის ბრალია ყველაფერიო, ეს თქვა ფაქტობრივად. მარკო რუბიო, სახელმწიფო მდივანია ამერიკის შეერთებული შტატების, საქართველოში ის არ ჩამოვიდა. სომხეთში იყო და აქ არ ჩამოვიდა. აქ გამოაგზავნა რამდენიმე თავის წარმომადგენელი, რაც დამატებით იმაზე მეტყველებს, რომ ცივი ურთიერთობაა და რომ ზომებს ამერიკა მიიღებს ამ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს ერთი. რა გზავნილი იყო? ამერიკელებმა ფაქტიურად უთხრეს ამ ხელისუფლებას, რომ პირველი გაანთავისუფლე პატიმრები. იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ უამრავი ადამიანია დაკავებული, რომელიც საერთოდ უდანაშაულოა და ამას ვლაპარაკობთ უკვე ნახევარი წელია ჩვენ, რომ გაანთავისუფლეთ პატიმრები. და დაიწყო ამ ხელისუფლებამ სინამდვილეში განთავისუფლება, ამაზე ცალკე ვიტყვი. მეორე, მან თქვა, რომ ეს კანონები, უპირველეს ყოვლისა დასმენების შესახებ კანონი, რომლითაც საქმეების აღძვრა ხდება და ხალხს იჭერენ უკვე და შემდეგ ვიღაცა ადამიანი მოწმე მოდის და ამბობს, აი მე ესე მგონია, რომ ეს დამნაშავეა და დამნაშავე დაცხადებენ. ეს საბჭოთა კანონებია. ესენი გააუქმეთ ეს დასმენების კანონები, ეს ტროტუარებზე დგომის გამო ხალხის დაჭერა. ეს მეორე თემაა. თავიდან ოცნება მოგვატყვა, რომ აიო კარგად ჩაიარა მოლაპარაკებებმაო. მერე ამერიკამ გააჟღერა, რომ ჩვენ ესენი მოვთხოვეთ. ახლა ამის მერე ოცნება გამოვიდა და თქვა, რომ თლად კარგად არ ჩაიარო, მაგრამ თიც ვერავინ ვერ დაგვიქნევსო. ახლა დღეს გამოდის კობახიძე და იძახის ყველაფერი ივანიშვილის ბრალიაო.